მოგესალმებით. ოდესმე გიფიქრიათ, რომ თქვენი ტვინი, ხო, შეიძლება იყოს პლასტილინივით. ანუ მუდმივად იცვლებოდეს, ფორმას იღებდეს. კი, ნამდვილად. დღეს სწორედ ამ საოცარ უნარზე, ნეიროპლასტიურობაზე ვისაუბრებთ და იმაზე თუ როგორ შეგიძლიათ, თქვენი ტვინი გადააპროგრამოთ, ესე ვთქვათ. უკეთესი ფოკუსისთვის, სიმშვიდისთვის, საბოლოოდ წარმატებისთვის. ზუსტად. ჩვენ ვერ ყრდნობით წამყვან ნევროლოგთან დოქტორ შვეტა ადატიასთან საუბარს და ჩვენი მისია რომ ამოვკრიფოთ ყველაზე პრაქტიკული, მეცნიერულად დასაბუთებული რჩევები, რა თქმა უნდა სპეციალურად თქვენთვის. მზად ხართ თქვენი ტვინის, ესე ვთქვათ, ფარული პოტენციალი აღმოაჩინოთ? ზუსტად ეგაა. ეს ნეიროპლასტიურობა, რას ნიშნავს? იმას, რომ თქვენ არ ხართ თქვენი ამჟამინელი ჩვევების, აზროვნების მძევალი. ხო ხდებით? კი. თქვენ გაქვთ უნარი, რომ შექმნათ სულ ახალი ნერვული კავშირები. და დღევანდელ ანალიზში ვნახავთ, როგორ შეიძლება ეს ცოდნა, ყოველდღიურ მარტივ ქმედებებად ვაქციოთ რა. ძალიან საინტერესოა. დავიწყოთ მაშინ საფუძველებით, ტვინის ტალღებით. წყაროში ახსნილია ეს დელტა, ღორმაძილი. ბეტა აქტიური სიფხიზლე. ხო. ალფა, როცა მოდუნებული ხარ, თვალდახუჭული. და თეტა, ძილსა და სიფხიზლეს შორის რომაა, ხო? ღრმა მედიტაციის დროს. კი ბატონო. მაგრამ, რატომ ადარებს დოქტორი ადატია მაღვიძარაზე უეცარ გაღნეწებას, თითქოს მანქანას ნეიტრალურიდან პირდაპირ მეხუთე სიჩქარეში აგდებო. ცოტა ისე დრამატულად ხო არ ჟღერს? არა იცით, ეს ანალოგია ძალიან კარგად ასახავს რეალობას. დილით ჩვენი ტვინი ხო ბუნებრივად გადადის ამ ღრმა ძილის დელტა ტალღებიდან, მერე თეტა, ალფა და ბოლოს აქტიურ ბეტა მდგომარეობამდე. და გაღვიძების პირველი წუთები, როცა ეს თეტა და ალფა ტალღები დომინირებს, ეს განსაკუთრებული პერიოდია რა. კრიტიკული მომენტია. კი. ამ დროს ტვინი ჰგავს რაღაცნაირად ღრუბელს, ძალიან მიმღებია ინფორმაციის შეთავაზებების მიმართ და მაღვიძარას უხეში ხმა, ხო? ამ პროცესს უცებ არღვევს და პირდაპირ სტრესულ ამ ბეტა მდგომარეობაში გაგდებს. არასასიამოვნოა. ხო და სწორედ ამიტომ გვირჩევს წყარო ამ დროის გატეხვას. შეგნებულად გამოყენებას, ვიზუალიზაციისთვის, პოზიტიური შინაგანი დიალოგისთვის. ეს ამზადებს ტვინს მომავალი დღისთვის. ეს პირველი წუთები გაღვიძებისთანავე, ფაქტობრივად ოქროს წუთებია ტვინის დაპროგრამებისთვის. ძალიან საინტერესოა. წყარო ასევე ხას უსვამს მზის სინათლის მნიშვნელობას და კიდევ კოფეინისგან თავის შეკავებას პირველ საათში. რატომ? მზის სინათლე თუნდაც მოღრუბლული დღე იყოს, თქვენს თვალში არსებულ რეცეპტორებზე მოქმედებს რა და აქტიურებს სუპრაკიაზმატურ ბირთვს. ეს არის ჩვენი შიდა ბიოლოგიური საათი, ესე ვთქვათ. გასაგებია. ხო, ის არეგულირებს ძილ-ღვიძილის ციკლს, ცირკადულ რიტმს. და დილის სინათლე ეუბნება ტვინს, რომ დღე დაიწყო, დროა გამოფხიზლდე. და კოფეინი. კოფეინს რაც შეეხება, ის ბლოკავს ადენოზინს. ეს არის ნივთიერობა, რომელიც ძილიანობას იწვევს და პირდაპირ ასტიმულირებს ბეტა ტალღებს. ხო და თუ მას გაღვიძებისთანავე მიიღებთ, ხელს უშლით ტვინის ბუნებრივ გამოფხიზლების პროცესს და ზრდით სტრესის დონეს. ჯობს დაელოდოთ დაახლოებით 60-80 წუთი რა. გასაგებია, ესე იგი ვიღვიძებთ ნაზად, ვიხედებით ფანჯარაში და ყავას ცოტა ხნით ვერიდებით. კაი. იმისთვის, რომ ეს პირველი საათი მაქსიმალურად პროდუქტიული იყოს, წყარო გვთავაზობს movers ტექნიკას. ხო, საინტერესო აკრონიმია. კი. ეს არის M მედიტაცია, O ოქსიგენაცია, სუნთქვითი ვარჯიშები, სუნთქვა. V ვიზუალიზაცია, I ვარჯიში, R კითხვა, ოღონდ პოზიტიური შთამაგონებელი. ხო, ეგ მნიშვნელოვანია. და S წერა. მაგალითად, მადლიერების ან იმის ჩამოწერა, რისგანაც გინდათ გათავისუფლდეთ. შეიძლება ბევრისთვის 6 რამის გაკეთება დილით, ცოტა შეუძლებლად ჟღერდეს. თუ თითოეულისთვის თუნდაც 5 წუთის დათმობა მართლა ახდენს რამე გავლენას? წყაროს მიხედვით ნამდვილად. ნამდვილად. და აქ იცით განსაკუთრებით შთამბეჭდავია ვიზუალიზაციის ძალა.
აი ეგ მაინტერესებს. მოყვანილია კვლევები, რომლებიც აჩვენებს, რომ როდესაც ადამიანი გონებაში დეტალურად წარმოიდგენს მოქმედებას, მაგალითად, პიანისტი დაკვრას, ან სპორტსმენი ვარჯიშს, ხო? კი. მის წვინში აქტიურდება ზუსტად იგივე ნერვული კავშირები, რაც რეალური მოქმედებისას. მართლა. კი. ერთ კვლევაში ადამიანები, რომლებიც პროსტად წარმოიდგენდნენ, რომ ნეკათით სავარჯიშებდნენ, რეალურად გაზარდეს მისი ძალა, თითქმის ისევე როგორც მათ, ვინც ფიზიკურად ვარჯიშობდა. ვაუ. ეს ძალიან მაგარია. ხო, ანუ ეს რას ნიშნავს? რომ ვიზუალიზაცია არა უბრალოდ ოცნება ან რაღაც აბსტრაქტული. ეს არის გონებრივი რეპეტიცია რა, რომელიც ამზადებს თქვენს ტვინს და სხეულსაც კი მომავალი გამოწვევისთვის და თან ამცირებს სტრესს. გასაოცარია. მთავარია, რომ ეს იყოს დეტალური და თან ახლდეს შესაბამისი ემოცია. განცდა უნდა იყოს რეალური. ეს მართლაც გასაოცარია. ანუ შემიძლია გონაში გავიარო, ვთქვათ, რთული შეხვედრა და ჩემი ტვინი ამისთვის უკეთ იქნება მომზადებული. საინტერესოა, მაგრამ რეალობა ხშირად სხვა. ბევრი ჩვენგანი, გაღვიძებისთანავე ტელეფონს ვწუდებით. ეგრევე. ხო, ეგ დიდი პრობლემაა. რატომ არის ეს პრობლემური წყაროს მიხედვით? და აქვე ახსენებს ბალიშთან საუბრის ძალას, pillow talk powers. ეს რა ფენომენია? ტელეფონის შემოწმება პირველივე წუთებში ზუსტად იმ სტრესულ ბეტა მდგომარეობაში გვაბრუნებს, რომლის თავიდან არიდებასაც ვცდილობთ, ხო ვთქვით. კი. შემაშფოთებელმა სიახლემ მეილმა რაღაც შეტყობინებამ შეიძლება მომენტალურად გააქტიუროს ჩვენი შიდა დაცვის სისტემა. დოქტორი ადატია ამას ხსნის ტვინის 3 ძირითადი ნაწილის ფუნქციებით. ტვინის ღერო, რომელიც სასიცოცხლო ფუნქციებს უზრუნველყოფს. გასაგებია. ლიმბური სისტემა და შუბლის ქერქი. წარმოდგინეთ, ლიმბური სისტემა არის თქვენი ტვინის განგაშის ღილაკი რა. ან დაცვის თანამშრომელი. ის მუდმივად სკანირებს გარემოს საფრთხეებზე და მზადაა ბრძოლის, გაქცევის ან გაყინვის რეაქციისთვის. ეგრევე. გასაგებია, ქვეცნობიერი რეაქციაა. კი. შუბლის ქერქი კი არის აღმასრულებელი დირექტორი. ის პასუხისგებელია რაციონალურ აზროვნებაზე, დაგეგმვაზე, გადაწყვეტილების მიღებაზე, იმპულსების კონტროლზე. ანუ ჩვენი ცნობიერი მე. დიახ. ესე ვთქვათ, პრობლემა ისაა, რომ ბევრი ადამიანი უმეტეს დროს ამ დაცვის თანამშრომლის რეჟიმში ატარებს, ან წარსულზე დარდობს, ან მომავალზე შფოთავს. და დილის ტელეფონი ამ რეჟიმს კიდევ უფრო აძლიერებს. აჰა, გასაგებია, ანუ ტელეფონი დილით პირდაპირ განგაშის ღილაკს აჭერს. გასაგებია. და ბალიშთან საუბრის ძალა, ეგ რა იყო? ეგ უკავშირდება იმ თეტა-ტალღების ფაზას, რომელიც აქტიურია ჩაძინების წინ. ზუსტად ძილში გადასვლის მომენტში. აჰა. თავსეს სურვილი. საინტერესოა. ეს არის იმ აღმასრულებელი დირექტორის, ანუ შუბლის ქერქის გამოყენების ერთ-ერთი ხერხი თქვენი ბიოლოგიური პროცესების სამართავად. ბევრისთვის ეს მუშაობს სხვადასხვა. საინტერესო პრაქტიკაა, ნამდვილად ღირსად. როგორ შეგვიძლია კიდევ გავაძლიეროთ ეს ჩვენი აღმასრულებელი დირექტორი, ანუ შუბლის ქერქი, რომ ის დაცვის თანამშრომელი უფრო მეტად ვაკონტროლოთ? წყარო რამდენიმე სტრატეგიას გვთავაზობს. პირველი, ეს არის ცნობიერება. ანუ დღის განმავლობაში დააკვირდით თქვენს ფიქრებს, ემოციებს, რეაქციებს. იკითხეთ საკუთარ თავს. ახლა დაცვის თანამშრომელი მოქმედობს თუ აღმასრულებელი დირექტორი? ანუ თვითშემეცნება. კი, ამის გაცნობიერება პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. მეორე, ალფა-ტალღების სტიმულირება. ეს არის მოდუნებული, მაგრამ ფხიზელი მდგომარეობა. როგორ მივახციოთ მაგას? მის მისაღწევად შეგიძლიათ პროსტა 5-10 წუთი ჩუმად იჯდეთ თვალდახუჩული, ან გაისიარნოთ ბუნებაში. ეს დამიწება ძანშველის, ან მოусმინოთ სპეციალურ ბინაურალურ რიტმებს. ეგ რა არის? ეს არის აუდიო ტრეკები რა, სადაც თითოეულ ყურში ოდნავ განსხვავებული სიშრის ხმა ისმის და ეს ეხმარება ტვინს ალფა მდგომარეობაში გადასვლაში. საინტერესოა? მესამე, თეტა-ტალღების პრაქტიკა. ამას ხელს უწყობს მედიტაცია ან შესაბამისი დამამშვიდებელი მუსიკის მოსმენა. მეოთხე, მავნე ჩვევების შემცირება. წყარო აღნიშნავს, რომ ალკოჰოლი და ჭარბი კოფეინი პირდაპირ აზიანებს შუბლის ქერქს. გასაგებია? და მეხუთე, გარემოს ოპტიმიზაცია. თუ თქვენი სამუშაო ან საცხოვრებელი გარემო მუდმივი სტრესის წყაროა, ძალიან რთულია აღმასრულებელი დირექტორის გაძლიერება. ზოგჯერ გარემოს შეცვლა ან ადაპტაცია აუცილებელია რა. გასაგებია.
ეს ყველაფერი ლოგიკურად უკავშირდება ენერგიის მართვასაც. წყარო ახსენებს ქრონოტიპებს, ანუ ჩვენს ბუნებრივ მიდრეკილებას ძილისა და სიფხიზლის გარკვეული რეჟიმისადმი. კი, არის 4 ტიპი. ლომი ადრე იღვიძებს, ენერგია დილითაა პიკში. დათვის სტანდარტული რეჟიმი, ენერგია პიკს აღწევს შუადღისას. მგელი გვიან იღვიძებს, ენერგია საღამოს ან ღამით აქვს. და დელფინი მგრძნობიერად ძილით, არარეგულარული ენერგიით. ხო, დელფინი ცოტა რთული შემთხვევაა. როგორ გვეხმარება აი ამის ცოდნა? და საერთოდ, შესაძლებელია თუ არა ჩვენი ქრონოტიპის შეცვლა? საკუთარი ქრონოტიპის ცოდნა გაძლევს საშუალებას, რომ თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები, აი კონცენტრაციას რომ მოითხოვს, დაგეგმოთ იმ დროს, როცა ბუნებრივად ყველაზე ენერგიული და ფოკუსირებული ხართ. ანუ, ენერგიის პიკზე. კი, ეს არის გადასვლა ფაქტობრივად დროის მართვიდან ენერგიის მართვაზე. წყაროს თანახმად, ადამიანები, ვინც თავის საქმიანობას ქრონოტიპს უთავსებენ, უფრო პროდუქტიულები არიან, უფრო კმაყოფილებიც. ლოგიკურია. და კარგი ამბავი ისაა, რომ ნეიროპლასტიურობის წყალობით ქრონოტიპის შეცვლა შესაძლებელია, თუმცა, რა თქმა უნდა, მოითხოვს თანმიმდევრულობას და ნებისყოფას. ადვილი არ იქნება. არა, მაგრამ თანდათანობითი რუტინის ცვლილებით ტვინი ახალ რეჟიმს ეჩვევა. აქ მუშაობს ხეფსის პრინციპი. ნეირონები, რომლებიც ერთად აქტიურდებიან, ერთად ქმნიან კავშირებს. ანუ მუდმივი პრაქტიკით ახალი ნერვული გზები იქმნება რა. გასაგებია, ანუ თუ მგელი ვარ, მაგრამ მინდა ლომი გავხდე, თანმიმდევრული ძალისხმევით შესაძლებელია. საინტერესოა ის ამბავი, წყაროში რომ არის მოყვანილი, დუბაიში ბიძაზე, რომელიც ავარიის შემდეგ აბსოლუტურად მშვიდად იყო. ეს შინაგანი კონტროლის მაგალითია. დიახ. ეს არის შინაგანი მუხრუჭების ქონის და გამოყენების შესანიშნავი ილუსტრაცია. როცა გარემო ქაოტიურია, მაგალითად ავარია, ხო? ავტომატური რეაქცია, ანუ ის ლიმბური სისტემა, დაცვის თანამშრომელი, არის პანიკა. კი, ბუნებრივია. მაგრამ ამ ბიძამ შეძლო შუბლის ქერქის, აღმასრულებელი დირექტორის, გააქტიურება სიტუაციის რაციონალურად შეფასება და სიმშვიდის შენარჩუნება. ეს არის განსხვავება გარეგან სტიმულებზე ავტომატურ რეაგირებასა და შინაგან კონტროლს შორის. წყარო ასევე ახსენებს ტვინის ფიტნესის ქულის ტესტს. ეგ რაღა. ცხოვრების წესის ანალიზის საფუძველზე აფასებს, რამდენად კარგად უვლით თქვენს ტვინს. აჰა, საინტერესოა. ეს მიგვიყვანს შემდეგ თემამდე. ტვინის ვარჯიშამდე, ანუ ნეირობიკამდე. წყარო ამსხრევს იმ მითს, რომ ტვინის მხოლოდ 10%-ს ვიყენებთ. ხო, ეგ მითია ნამდვილად. რეალურად ტვინი მუდმივად მუშაობს, მაგრამ მისი ოპტიმიზაციისთვის საჭიროა გამოწვევები. და ნეირობიკა სწორედ ამას ემსახურება. ეს არის ტვინის ვარჯიში ახალი, უჩვეულო, მულტისენსორული აქტივობებით. მაგალითად, კბილების გახეხვა არადომინანტი ხელით. ხო, ან შხაპის მიღება თვალდახუჭულ. ან თუნდაც სარკისებური წერა. თუ ასეთი მარტივი რაღაცები მართლა ავარჯიშებს ტვინს, და კავშირშია თუ არა ეს იმასთან, რასაც მილიარდერის ტვინს ეძახიან. დიახ, ასეთი აქტიურობები აიძულებს ტვინს, რომ გამოვიდეს ავტომატური რეჟიმიდან და შექმნას ახალი ნერვული კავშირები. ეს ზრდის კოგნიტურ მოქნილობას, რეზერვს. რაც შეეხება მილიარდერის ტვინს, აქ წყარო იყენებს დატენილი იარაღის ანალოგიას. ანუ, გენეტიკა შეიძლება იყოს დატენილი იარაღი, მაგრამ გარემო ჩვენი არჩევანი, ჩვენი ძალისხმევა, ანუ ეპიგენეტიკა არის ჩახმახი. გასაგებია. მილიარდერები შეიძლება სპეციალურად არ წერენ სარკისებურად, მაგრამ მათ როგორც წესი აქვთ განსაკუთრებულად ძლიერი აღმასრულებელი დირექტორი, ანუ შუბლის ქერქი. წყარო გამოყოფს მათთვის დამახასიათებელ თვისებებს: მიზანდასახულობა, უკიდურესი მდგრადობა, ანუ resilience. კი, გამძლეობა. ხო, წარუმატებლობის აღქმა, როგორც უკუკავშირის და სწავლის საშუალება და ემოციური დისტანცირების უნარი. ანუ პრობლემისგან ემოციურად განზე გადგომა, რომ რაციონალური გადაწყვეტილება მიიღო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი უნარია. კი, ეს თვისებები ძლიერ შინაგან мотивაციასთან ერთად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რაღაც კონკრეტული ნეირობიკის ვარჯიში. გასაგებია. ანუ, მთავარი არა იმდენად კონკრეტული ვარჯიში, არამედ აი ის მენტალური კუნთები, მდგრადობა, ფოკუსი, ემოციური კონტროლი. მოდით მაშინ გადავიდეთ კონკრეტულ ინსტრუმენტებზე, რომლებსაც წყარო გვთავაზობს ემოციების სამართავად. როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს, როცა ძლიერი ემოციები გვაქვს? ვთქვათ, რისხვა, შფოთვა.
დოქტორი ადატია რამდენიმე ძალიან პრაქტიკულ, ძირითადად სუნთქვაზე დაფუძნებულ ტექნიკას გვიზიარებს. მაგალითად, რისხვისთვის, სწადეთ ციკლური ოხრა, ანუ cyclic sign. ეგ როგორ კეთდება? ეს ნიშნავს, ერთი ღრმა ჩასუნთქვა ცხვირით, მერე კიდევ ერთი მცირე, დამატებითი ჩასუნთქვა და ბოლოს გრძელი, სრული ამოსუნთქვა პირით. აი თითქოს ოხრაო რა. ეს ფიზიოლოგიურად ამშვიდებს ნერვულ სისტემას. წყარო იმასაც ამბობს, რომ რისხვის ბიოქიმიური პიკი დაახლოებით 13 წამი გრძელდება. თუ ამ დროის განმავლობაში მოახერხებთ, რომ არ იმოქმედოთ იმპულსურად და გამოიყენოთ სუნთქვა, მისი ინტენსივობა შემცირდება. 13 წამი, საინტერესოა. და შფოთვისთვის? შფოთვისთვის არის კლასიკური 4-7-8 სუნთქვა. 4 წამის განმავლობაში ჩაისუნთქეთ ცხვირით, შეიკავეთ სუნთქვა 7 წამი და ნელა ამოისუნთქეთ პირით 8 წამის განმავლობაში. რამდენიმე ციკლით საკმარისია, რომ გულისცემა შეანელოთ და ცოტა დამშვიდეთ. კარგია. და თუ დაღლილი ვარ, ან გადამწვარი? დაღლილობისთვის ან გადაწყვისთვის ფრამარი პრანაიამა. ამას ბზუილა ფუტკრის სუნთქვასაც ეძახიან. ეგ როგორღა? ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოსუნთქვისას გამოსცემთ დაბალ ვიბრირებად ბზუილის ხმას. აი თითქოს ფუტკარი ბზუის. ხო, ეს ვიბრაცია ზრდის აზოტის ოქსიდის დონეს სინუსებში, რაც აუმჯობესებს ტვინის სისხლმომარაგებას, აძლიერებს ფოკუსს და გამატალღებს, ესენი უმაღლეს კოგნიტურ ფუნქციებს უკავშირდება, თან ამშვიდებს. ორმაგი ეფექტი აქვს. კი, და ბოლოს, ემოციური ტკივილისთვის, მაგალითად დაშორებისას, წყარო გთავაზობს ABC ტექნიკას. ABC. კი, awareness, ცნობიერება, ანუ აღიარეთ და დაასახელეთ, რას გძნობთ, ოღონდ განსჯის გარეშე, breathing, სუნთქვა. გამოიყენეთ აი ეს სუნთქვითი ტექნიკები დასამშვიდებლად და commitment, ვალდებულება. აიღეთ ვალდებულება, რომ განაგრძოთ თქვენი ჯანსარი რუტინა, ვარჯიში, მეგობრებთან ურთიერთობა, სამსახური, თუნდაც მცირე დოზით. ეს ეხმარება ტვინს, რომ არ ჩაიძიროს ტკივილში. ეს მართლაც ძალიან სასარგებლო და თან მარტივად შესასრულებელი ტექნიკები ჩანს. და ბოლოს მოდით მოკლედ შევეხოთ დამოკიდებულებას და ნეგატიურ აზრებს. რა ხდება ტვინში დამოკიდებულების დროს, წყაროს მიხედვით? დამოკიდებულება, იქნება ეს ნივთიერებაზე თუ რამე ქცევაზე, ფიზიკურად სულის ტვინის სტრუქტურას და ფუნქციონირებას. განსაკუთრებით ზიანდება ისევ და ისევ შუბლის ქერქი, ჩვენი აღმასრულებელი დირექტორი. ანუ ისევ ის ნაწილი, რომელიც კონტროლს და გადაწყვეტილებებს განაგებს. დიახ. რომელიც პასუხისმგებელია იმპულსების კონტროლსა და გრძელვადიანი შედეგების გათვლაზე. და შესუსტებული შუბლის ქერქი თავისთავად ზრდის დამოკიდებულების რისკს. ლტოლვა, რომელიც თავიდან შეიძლება ფსიქოლოგიური იყოს, დროთა განმავლობაში ქიმიურ და ფიზიოლოგიურ დონეზე გადადის, რაც მის დაძლევას ძალიან ართულებს. რთული თემა. კი. ასევე ვახსენოთ ავტომატური ნეგატიური აზრები, ანუ ANT, automatic negative thoughts. ეს ჩვენი შინაგანი კრიტიკოსია, რომელიც ხშირად დაუფიქრებლად გვიჩნდება. და ნაგულისხმევ რეჟიმში მყოფი ქსელი default mode network, DMN. ეგ რა არის? ეს ტვინის ის ნაწილია, რომელიც აქტიურია, როცა გონება მოცდენილია. დაფრინავს, ესე ვთქვათ. წყარო აღნიშნავს, რომ ადამიანებში, რომლებიც რეგულარულად მედიტირებენ ან მაღალი თვითკონტროლი აქვთ, ეს DMN უფრო ჩუმია, რაც ნიშნავს მეტ ფოკუსს და ნაკლებ შინაგან ხმაურს. გასაოცარია, მართლა რამდენი რამ შეგვიძლია შევცვალოთ, თუ გვეცოდინება, როგორ მუშაობს ჩვენი ტვინი და რაც მთავარია, გამოვიყენებთ სწორ ინსტრუმენტებს. მოდით, აბა შევაჯამოთ ძირითადი პრაქტიკული რჩევები, რომლებიც დღეს განვიხილეთ დოქტორ ადატის წყაროდან. კი ბატონო. პირველი, ეს იყო შეგნებული დილის რუტინა. MOVERS-ის პრინციპები, მზის სინათლე, ყავის გადავადება. მეორე, აღმასრულებელი დირექტორის, ანუ შუბლის ქერქის გაძლიერება. ცნობიერება, ალფა-თეტა პრაქტიკები, ნეირობიკაც კი. ხო, თუნდაც მცირე დოზით. მესამე, ენერგიის მართვა ქრონოტიპის გათვალისწინებით. და მეოთხე, ემოციური რეგულაციის კონკრეტული იარაღები. განსაკუთრებით აი სუნთქვითი ტექნიკები. დიახ, ეს არის, ესე ვთქვათ, მთავარი ბერკეტები, რომელთა გამოყენებაც ყველას შეუძლია საკუთარი ტვინის ოპტიმიზაციისთვის. და ბოლოს ერთი დამაფიქრებელი კითხვა მინდა დავსვა თქვენთვის, ჩვენი მსმენელისთვის, ჩვენი წყაროს ერთ-ერთ კვლევაზე დაყრდნობით. გისმენთ? აღმოჩნდა, რომ ჩვენი 10,000-ობით ყოველდღიური აზრის ძალიან დიდი უმრავლესობა მხოლოდ 3 ძირითად თემას ეხება:
ჯამსთელობას, ფინანსურ კეთილდღეობას, კარიერა სამსახური ამაში შედის და ურთიერთობებს. ლოგიკურია, ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროებია. ხო. და იმის გათვალისწინებით, რაც დღეს ვისწავლეთ ტვინის პლასტიურობაზე და კონკრეტულ ტექნიკებზე, ამ სამი სფეროდან თქვენი აზრით, რომლის გადაპროგრამებაზე მოახდენდით ყველაზე დიდ გავლენას, თუ დღეიდან შეგნებულად დაიწყებდით თუნდაც ერთი ახალი მეთოდის გამოყენებას? დაფიქრდით აბა ამაზე.